ახლა კი სტუმრებს ეძლევათ 59 წამი იმისთვის, რომ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება შეაფასონ გადაცემა და გადაცემის შედეგიც, რასაკვირველია ეს ძალიან საინტერესოა და შეფასებას იწყებს ის მონაწილე, რომელმაც მაყურებლის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა დაიმსახურა, ბატონ მამუკა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მივიღეთ ეს სურათი და ზოგადად თუ გნებავთ, როგორც გნებავთ, ისე გამოიყენეთ ეს 59 წამი? ნაკლები პროცენტი აბსოლუტურად არ მაღელვებს, აქ შეჯიბრება ალბათ არ არის და რომც იყოს, მაინც არ ამაღელვებდა. ძალიან კარგი გადაცემა, უბრალოდ კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, კამათი, მაგრამ კამათი არ გამოვიდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ვეთანხმებოდით ერთმანეთს. პრობლემა ძალიან დიდია, გლობალურია, მე თუ მკითხავთ, ძალიან შორიდან შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ეს აბსოლუტურად ცოტა დრო მაქვს ამისთვის. ამიტომ ვიტყვი იმას, რომ ყველამ უნდა ვეცადოთ, ყველა ადამიანმა აბსოლუტურად, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენს გარშემო ხდება. ეს მანქანებით, ფეხით მოსიარულებით, ეს ჩვენ ვართ. ეს ჩვენ გვიჭირს. დიდი მადლობა. ბატონ მამუკა, ახლა თქვენ შეაფასეთ მაყურებლის პოზიციები 20% გაქვთ. პირველ რიგში მოხარულე ვინაიდან საერთო ჯამში ჯანსაღი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ხანა ბატონის შალვა წინააღმდეგი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ფეხით მოსიარულეებმა და ველოსიპედისტებმა საერთო ჯამში გავიმარჯვეთ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ იმ პრობლემას, რაც ჩვენ თქვით, მე მინდა იცოდეს მოსახლეობამ თხოვო მათ, რომ უფრო გათვითცნობიერდნენ, იმიტომ რომ თბილისი ეს უკვე არის ეკოლოგიური კატასტროფა, ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს მომავალი არ აქვთ ესეთ ქალაქში, სადაც იმ რაოდენობის გაზებია და იმ რაოდენობის გამონაბოლქვია, რომ არათუ მომავალ თაობაზე ზრუნვა მათი ჩამოყალიბებაც კი საფრთხის ქვეშ არის. მე მინდა ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გავიაზროთ, გაზის კამერაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ ყველანი და ეს არის უკვე საგანგაშო. უნდა მივიღოთ რაღაც ზომები. მადლობთ. ბატონ გურამ, თქვენ მაყურებლის 26% გიჭერთ მხარს. შეაფასეთ მაყურებლის პოზიციები და რატომ გადანაწილდა ასე პროცენტები თქვენი აზრით? ვერ გეტყვით, ზუსტ პასუხს ამასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგად მაყურებელმა იცის ამ შემთხვევაში, შევაფასებდი გადაცემას, ძალიან საინტერესოა, როცა აქტუალური თემები დგება დღის წესრიგში და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს, მესმის რომ ერთი მერცხლის ჭიკიჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და ვერც 4 და 5 მერცხლის ამ შემთხვევაში, თუმცა ის რომ ვიღაც მაინც შეიცვლის მოსაზრებას, ვიღაც მაინც გადმოვა ჩვენს მხარეს, ესე ვთქვათ და თუნდაც ორი მძღოლით მეტმა გაატაროს ზებრა გადასასვლელებზე ადამიანები, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მე ვიქნები, ესე ვთქვათ, დარწმუნებული, რომ ჩვენ რაღაც წვლილი მაინც შევიტანეთ ამ კუთხით. ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ სხვა მსგავსი აქტუალური თემები კიდევ დაისმება დღის წესრიგში და ესე ვთქვათ, რეკომენდაციები ესე თუ ისე საკმაოდ ბევრი იყო და საინტერესო. და კიდევ ერთი რომ გადაცემა მთლიანობაში ძალიან კარგი იყო, ეს ალბათ განაპირობა იმ საზოგადოებამ ყველა მისთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და დებატები, ასე რომ 59 წუთიც რომ არა, მგონია რომ ჩვენ პოლემიკაში და ესეთ უხეშ დებატებში არ შევიდოთ და ძალიან კარგად ამავე ფორმატში ალბათ დავაფიქსირებდით აზრებს. მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ, ბატონო შალვა, 40% სულ ლიდერობდით. მაინც აი ვამბობთ, რომ მძღოლები ავიწროვებენ ქვეითებს და ესე ხო არ გამოგვივიდა. მე უფრო დავძენდი ბატონ მამუკას ნათქვამს გავაგრძელებდი, რომ ჩვენ ერთად შევქმნით აი საზოგადოების თითქოს აი ესეთი მიკრომოდელი წარმოვადგინეთ იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ ერთმანეთის არა განსხვავებული, არამედ შემავსებელი ხედვები თუ როგორ შეიძლება ეშველოს იმ პრობლემას, რასაც ჩვენს ქუჩაში გადაადგილება ქვია და გამოთქმას ქუჩასავსეა მოულოდნელობებით, აქტუალობა სამწუხაროდ კვლავ არ დაუკარგავს, კვლავ აქტუალურია და უფრო მძიმდება. მე ჩემს კოლეგებს, ავტომობილისტებს მივმართავ, რომ ყოველთვის ისარგებლონ უსაფრთხოების ღვედები და არიან რომ იმაზე სწრაფად ვიდრე დაფრინავს მათი მფარველი ანგელოზი, ხოლო ქვეითებს ვთხოვდი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აი ხვალიდან ჩვენ გაგიღიმოთ და გაგატაროთ, მაგრამ ქუჩაში რო გადადიხართ, მარცხენა მხრიდან მაინც ნუ ისაუბრებ ტელეფონით. მარჯვენა ყურზე გადაიტანეთ, რომ დაინახოთ თუ რომელი ავტომობილი მოდის, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ყველას.
ძალიან დიდი მადლობა დასრულდა ამით ჩვენი გადაცემა. ვსაუბრობდით თემაზე დაპირისპირება ქუჩაში, ქვეითები და მძღოლები. დიდი მადლობა სტუმრებს, რომ მოვიდნენ და განსხვავებულ ფორმატში ისაუბრეს იმ პრობლემაზე, რომელიც რასაკვირველია ყველასაც უხებს. ეს არის გადაცემა 59 წამი კამათი წესების დაცვით. ვამბობთ, ვუსმენთ, არ ვაწყვეტინებთ. დიდი მადლობა ტელემაყურებელს აქტიურობისთვის. შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. მე კადეიშვილი ვარ, GDS-ზე წამზომი ისევ ჩაირთვება. ნახვამდის.